ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება და ამ კვირას თავისი უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან, სიბნელიდან გამოხსნას მოიცავს, ბრწყინვალე ეწოდება. შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლით სავსეა. ბრწყინვალე ორშაბათს ვიხსენიებთ მიცვალებულებს, გავდივართ ახლობელთა საფლავებზე, მაგრამ არა იმის გამო, რომ მათთან დროებით განშორება ვიგლოვოთ, არამედ მიღმურ სამყაროს ვახაროთ, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა და ამთრგუნველი. რაც შეეხება მიცვალებულთა მოხსენიებას, ამისთვის ეკლესიისგან დაწესებულია თომას კვირის სამშაბათი, როცა ტაძრებში აღესრულება მიცვალებულთა ლიტურგია, რომლის დასრულების შემდეგაც გადაიხდიან დიდ პანაშვიდს. ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთელი კვირის განმავლობაში ღიაა აღსავლის კარი, რაც სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვრის აღდგომით ცათა სასუფეველის კარიბჭის გახსნას. ამ პერიოდში განსხვავებულია მიცვალებულთათვის წესის აგებაც. ლოცვანში მითითებული დილას საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება წმინდა პასექის ჟამნი. დილას საღამოს ლოცვა კი განახლდება თომას კვირიდან. მას შემდეგაც დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის ლოცვა მეუფეო ზეცათაო აღარ იკითხება სულთმოფენობის დღესასწაულამდე. მის ნაცვლად 40 დღის განმავლობაში ამაღლებამდე სამგზის ვკითხულობთ აღდგომის ტროპარს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა და ამთრგუნველი, დასაფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. ამაღლებიდან მომდევნო წლის აღდგომამდე აღარსად იკითხება აღდგომის ტროპარი. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე 10 დღის განმავლობაში ლოცვას ვიწყებთ წმიდა ღმერთოდან, მას შემდგომ კი ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. შეცვლილია მისალმების წესიც. აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტიანებით შეხვედრისას გამარჯვების ნაცვლად ერთმანეთს ვახარებთ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა.